თქვენი ანაფორა მსუბუქის ატარებელია? არა. მაინც მაცვია სასულიერო ფორმა. ანაფორა როცა გაცვია, ხარ როგორც შუშის სახლში, იმიტომ რომ არსაით შესაფარებელი ადგილი არ გაქვს, იმიტომ რომ ყველა შენი ნაბიჯი, ყველა შენი ნათქვამი ბევრ ცხრილში გადის და შესაბამისად არ არის მსუბუქი ჩემი ანაფორა. რთული იქნება შუშის სახლში ცხოვრება? ძალიან რთულია. განსაკუთრებით, როდესაც ხარ უმცირესობის რელიგიური თემის წარმომადგენელი, როდესაც ხარ ქალი სასულიერო პირი, ამ შემთხვევაში ამ შუშის სახლის კედლებს კიდევ უფრო გამჭვირვალეს ხდის. თქვენი თილისმა? ჩემი გოგო. ბავშვობის ტრავმა? გრძელი ცხვირი. განიცდიდით ამას? ძალიან განვიცდიდი. ვიყავ ერთი გამხდარი, მაღალი, გრძელცხვირა, საშინელი ბავშვი. ერთ დღეს დავიწყე საკუთარი თავის კარიკატურების ხატვა. ძალიან ლამაზად გამომდიოდა, იმიტომ რომ არ გავდა ჩემ თავს, მაგრამ სამაგიეროდ გრძელი ცხვირი რო ქონდა, ყველამ იცოდა რომ ჩემ თავს ხატავდი და ეს ძალიან მომეხმარა. რომარ ყოფილიყავით ეპისკოპოსი, ვინ იქნებოდით? ჩემი პირველი პროფესია არის ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, შეიძლება პედაგოგი ყოფილიყავი, თარჯიმანი ყოფილიყავი. ან იქნება ბავშვობის ოცნებას გავყოლი და მხატვარი ყოფილიყავი, არ ვიცი. ხშირად ხატავთ? ხანდახან. და ბოლოს რა დახატეთ? ბოლოს დავხატე ჩემი გოგო. სტერეოტიპი, რომელიც თქვენ შესახებ არსებობს. ამ ბოლო დროს გავიგე, რომ თურმე გონიათ, რომ ვარ ძალიან უხეში და მკაცრი. ხო, და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ეს სტერეოტიპი საიდან მოდის, შეიძლება იმიტომ რომ სადღაც რომელიმე შეხვედრაზე ალბათ ძალიან შეშინებული და ძალიან დაძაბული ვიჭექი და გადაწყვეტეს, რომ მე ვარ უკვე. განიცადეთ, როცა ეს შეფასება გაიგეთ? არ განვიცადე. მე სხვა რამეები უფრო განვიცადე ხოლმე. მაგალითად ის, რომ რაკი ამ ქვეყანაში რომელიღაცა ქრისტიანულმა თემმა გაბედა და ქალის ხელდასხმა გარისკა, ძალიან ბევრი უბედურება, რაც ამ ქვეყანაში ხდება, არის მისი ბრალი. ესე რომ გესმის, შეიძლება ესეთი არ გუშილება ამაზე ხა ემოციურად აყვე, მაგრამ წერდნენ ფორუმზე აღარასოდეს აღარ შევსულა იმის მერე, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საშინელ რამეს წერდნენ ერთბაშად, სექსისტურს, ბილწს, რაღაც დოგმატურს, რელიგიურს, უმძიმეს რამეებს წერდნენ და ჩემო მეგობრებმა ამიკრძალეს ფაქტობრივად, რომ არ შეიხედო იქო და თუ კი არ ვიცი, ვინ წერენ, რას წერენ, ეს არ არის ის კრიტიკა, რომელიც აშენებს ადამიანს, იმიტომ რომ ჯანსაღი კრიტიკა არის ის, რაც ყველას სჭირდება და აუცილებლად სჭირდება, მაგრამ ეს რაც იქ ხდება ხოლმე, ეს კრიტიკა არ არის, ეს არის ძალიან ბევრი სიძულვილის, ძალიან ბევრი ნეგატივის ამოფრქვევა. ალბათ ვიღაცები რაღაც საკუთარ პრობლემებს ებრძვიან, როდესაც ბევრ ცუდ რამეს წერენ ვიღაცაზე. გაიცით პასუხი ფორუმზე? არა, რა აზრი აქვს? ფანატიზმი? შიში, სიბრმავე, უმეცრება. ღმერთი სად არის? წამი, რომლის შეჩერებაც გსურდათ? წამი, რომელიც სულ გაჩერებულია ჩემთვის, ეს არის 2015 წლის 12 ივლისის დილის 6 საათი. და რა მოხდა ამ დღეს? როდესაც აივანზე იჯდა დედაჩემი და ბოლოს თქვი ამასთან. სიყვარულით სიამოვნების მიღება ცოდვაა? თუ კი სიყვარულს, რასაც თქვენ მეუბნებით, ეს არის მართლა ის სიყვარული, რომლის გამოც ღირს თავის განწევა, რატომ არის ცოდვა? სისულელე. სისულელე არის ძალიან პირობითი რამის, რაც შეიძლება თქვენთვის სისულელე იყოს, ჩემთვის ეს გმირობა იყოს, ან პირიქით. ქრისტე იყო ერთი სულელი კაცი თავის თანამედროვეებისათვის, იმიტომ რომ საკუთარ თავს ღმერთის ძე უწოდა. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ეპოქა შეცვალეს თავისი თანამედროვეების მხრიდან, აღიქმებოდა როგორც ბრიყ სულელ ადამიანად. ასე რომ ძალიან პირობითი, თუმცა სისულელეც ბევრი არსებობს. სისულელე არის რაღაცა თავისუფლებაც კიდევ, რაც შენში შეიძლება არსებობდეს. მაგრამ ეს არის სისულელე, რომლის მეშინია კიდევაც ხოლმე. ხშირად? როცა შუშის სახლში ცხოვრობ, სისულელეების, კეთების თავისუფლება იზღუდება. თქვენთვის ყველაზე ძლიერი გრძნობა რომელია? სიყვარული. სიყვარული
ადამიანების მიმართ, სიყვარული საქმის მიმართ, სიყვარული ქვეყნის მიმართ, სამყაროს მიმართ და ეს ყველაფერი ერთად ალბათ ღმერთის სიყვარულში ერთიანდება. სხვა რელიგიის მამაკაცი შეყვარებიათ? არა, არ შემყვარებია. მე მართალია ბავშვობაში ძალიან იოლად რო უყვარდებათ ხომ ესეთი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ძალიან ცოტა სიყვარული მქონდა, რამოდენიმე სიყვარული მქონდა და ნამდვილი სერიოზული სიყვარულს რასაც დავარქმევი, სიყვარული დღემდე მომყვება და ასეთი ბევრი ექსპერიმენტები არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის? არა. სიყვარული რამდენჯერმე შეიძლება მოვიდეს, ბევრჯერ შეიძლება მოვიდეს. სიყვარული ძალიან უფორმო კანონებს რომ არ ემორჩილება ისეთი რამ არის და რაც უფრო ნაკლებად დაუწესებთ რაღაც რეცეპტებს და ფორმულებს, უფრო ბედნიერები ვიქნებით ყველანი. ფაქტი, რომელმაც გარდატეხა მოახდინა თქვენ ცხოვრებაში. სიხარულები ძალიან გვაშენებს. სიყვარული ძალიან გვაშენებს, მაგრამ ყველაზე ძალიან გვაშენებს ტკივილები. გარდამტეხი ყველაზე დიდ ნაბიჯებს, როგორც პიროვნებები ვდგავთ, მაშინ, როდესაც გვტკივა. ბოლოს როდის მოგაყენეს ტკივილი? ბოლო ძალიან დიდი ტკივილი, მხელა დიდი ტკივილი იყო, რომ პატარ-პატარა ტკივილების ჩამოთვლას იმასთან აღარ მოვა, მაგრამ ამ ტკივილმაც გამზარდა, ამ ტკივილმა სიცოცხლეც მასწავლა და სიკვდილიც გამიადვილა, როცა მოვა მაშინ. დედას გულის ხო? დედის გარდაცვალებას. ქორწინებამდე სექსი. ой, დედა. მე არავის არ ვეკითხები, ვის სად როდის რა ფაქტამდე და რა ფაქტის მერე აქვს სექსი, იმიტომ რომ სექსის კონტროლმა ძალიან ბევრი უბედურება მოუტანა ადამიანებს. ასე რომ იქნება თავი დავანებოთ ამის რა ქვია, აღრიცხვიანობას, კონტროლს, ვინ ვისთან, როგორ, რანაირად, რამდენჯერ. ეს არის ძალიან პირადული ამბავი. ძალიან პირადული ამბავი. მე მესმის, რომ ჩემგან, ჩემი ეკლესიაც ალბათ მოელის, რომ მე უნდა ვთქვა, რომ სარეცელი უნდა იყოს შეუბილწავი, მაგრამ შეუბილწავი სარეცელი რატომ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ამას ნიშნავს. შეიძლება ქალწულად მისული, ვაჟიშვილად მისული სარეცლამდე და ერთად ნაცხოვრები კანონიერ ოჯახად ისეთი შებილწული იყოს ის სარეცელი, რომ მეტი არ შეიძლებოდეს, იმდენად შეურაცხმყოფელი იყოს ან ერთისთვის, ან მეორისთვის, ან ორივესთვის. ასე რომ მე მგონი ეს არის ის სივრცე, რომელიც ადამიანს, ღმერთს და სიყვარულს უნდა დაუთმოთ. ბანალურად ჟღერს, მაგრამ რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს? არის ასეთი რამე? არა, მგონია რომ ასეთი რამე იყოს. განა იმიტომ რომ ესეთი ძალიან ეს როგორი კარგი გოგო ვარ, რომ ყველაფერს ვაპატიებდი, უბრალოდ აქამდე არ ყოფილა ისეთი არაფერი, რაც ძალიან ბევრი მტკივნეული რამ მომხდარა, ძალიან საყვარელი ადამიანების მხრიდანაც, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ პატიების შემთხვევაში შემიძლია, პატიების თხოვნის შემთხვევაში შემიძლია ვაპატიო. ან შეცდომის აღიარების შემთხვევაში შემიძლია ვაპატიო. უბრალოდ, როდესაც ფიქრდები იმაზე, უნდა აპატიო თუ არ უნდა აპატიო ვინმეს, ანუ რაღაცა ტკივილიანი ისტორია მოხდა. ტკივილიანი ისტორიას აქვს არასდროს არ აქვს ერთი მხარე. და შენც თუ გაიაზრებს, სადა ხარ, რათა ხარ იქ, რატო გეტკინა შენ იქნები ის, ვისგანაც გეტკინა, იმასაც ძალიან ეტკინა. მე ეგრე მარტივი არ არის, რომ მე ამას არ ვაპატიებ, მე იმას არ ვაპატიებ. მაგრამ შეიძლება ვიღაცა უცხო ადამიანის ნათქვამი სულ მახსოვდეს, ჩემზე ნათქვამი ძალიან მარტივი ნათქვამი. მაგრამ ეს უპატიებლობა არის თუ არა, ეგეც არ ვიცი. ხალათის პატიება შეიძლება? კი, რა თქმა უნდა. თუ კი ადამიანი დაფიქრდება საკუთარ თავს, თავის წინაშე დარჩება და იტყვის, რომ გულწრფელად თუ შეუძლია საკუთარ თავს უთხრას, რომ შენ არასოდეს არავის არც უღალატებ და არც გიღალატნია, ამისი თამამად თქვა, თუ ვინმეს შეუძლია, მაშინ იმან შეუძლია ესე ამაყად თქვას, რომ ღალატს ვერავის ვერ აპატიებს, მაგრამ მე ესე თამამი საკუთარ თავის მიმართ ვერ ვიქნები. როდის გამოდიხარ წყობიდან? ორი სხვადასხვა მუსიკა როცა მესმის. ბოლოს როდის გამოხვედით წყობიდან, გახსოვთ? კი, ახსოვს. თამამად არ ვიტყვი. დიდი ხნის წინ იყო? არა, არ იყო დიდი ხნის წინ. ახსარება? ყველაზე ნამდვილი ახსარება, როდესაც კარებს გამოიხურავ, თვალებს დაახუჭავ, ამ თვალებს გაახელ და ზეცას ახედავ და დაელაპარაკები. იმას, ვისთანაც გინდა რომ გულახდილი იყო.
არის ხანდახან, როდესაც გიჭირს ზევით ახედვა და გჭირდება ვიღაცის თვალები, რომ ზევით ახედვაში დაგეხმაროს და მე მყავს ორი მეგობარი. ერთ-ერთ ათეისტია, რომელსაც აღსარებას ვაბარებ ხოლმე, რომლის თვალებიც მე მეხმარება ზევით ახედვაში. ბოლოს როდის იტირეთ? მე ტირილთან მაქვს ძალიან მცნაური დამოკიდებულება. შეიძლება რაღაცა კლიპზე ვიტირო, სოციალურ რეკლამაზე ვიტირო და დედის პანაშვიდზე არ გადმომივარდეს ცრემლი. რომელი მცნება არ უნდა დაარღვევოს ადამიანმა? გიყვარდეს ღმერთი. ეს არის ერთადერთი და ყველაზე დიდი მცნება. ამაში შედის ყველაფერი. ეს თუ გააზრებული გაქვს, მაშინ ყველა მცნება დაცულია, რაც კი შეიძლება სადმე იყოს ჩაწერილი, რაც ადამიანად გვაქცევს. როგორია ჯოჯოხეთი? არ ვიცი როგორია და არც არავინ არ უნდა გამოიდოს თავი, რომ ან ჯოჯოხეთი როგორია ის იცის, ან როგორ უნდა წახვიდე ჯოჯოხეთში, ამისი საგზურების ადიშოება რო ეგიცის. იმიტომ რომ ეს არავინ არ იცის. მაგრამ ვიცი რა არის ჯოჯოხეთი, რომელიც შეიძლება დედამიწაზე იყოს. ეს არის მარტოობა, ეს არის შეურაცხყოფა, ეს არის როდესაც ადამიანად არ გთვლის არც ახლობელი და არც შორებელი. მარტოობის გეშინიათ? ძალიან. ხშირად გიწევთ მარტო დარჩენა? ეხლა მარტოობა მენატრება. ეხლა ერთი სული მაქვს, რომ ყველა წამოვიდეს, მეც სახლიდან გასასვლელი არ იყო და ვიყო ჩემთვის. ეს სხვა მარტოობა, ეს მარტოობა ძალიან მიყვარს. მე მეშინია ისეთი მარტოობის. ერთი ბებერი ქალი რო ვიქნები სადღაც, არ ვიცი, სახლის რომელიღაც კუთხეში ან მოხუცებულთა სახლში, რომელსაც მოენატრება ვიღაცები, რომლებიც ან აღარ არიან ცოცხლები, ან ცოცხლები არიან და მისთვის აღარ სცალიათ. ესეთი მარტოობის მეშინია. ნაოჭების გაშენის გეშინიათ? არა, მე ძალიან მიყვარს ჩემი ნაოჭები. ჩემი ჭაღარებიც. ის კი არა, ვნანობ რომ ოდესღაც თმების შეგება დავიწყე და ეხლა ძალიან გამიჭირდება ჩემ ჭაღარებზე გადასვლა, მაგრამ აუცილებლად გადავალ და რაც შეიძლება მალე. ძიმე როკის მოსმენა ცოდვაა? ჩემი ბიჭი უკრავს. და მის კონცერტზე დავდივარ ხოლმე, აი ეს ანაფორიანიც კი. და როგორი რეაქცია აქვს გარშემოყოფებს? ისინი ისეთ ამბავში არიან ხოლმე, რომ საერთოდ ვერ ამჩნევენ გარეშე, ვერავის, ასე რომ არავის არ უყვირს იქ არაფერი. მეუღლესთან გაბუტული ყოფილხართ? ჩვენი უთანხმოება ალბათ არ გაგრძელებულა 20 წლის მანძილზე, საათნახევარი 2 საათზე მეტი. თქვენ გავთ პიროვნების? არა. ის რაც ჩემს ოჯახში არის, ძირითადად არის მიხოს დამსახურება. ის ატმოსფერო, რაც არის ჩემს სახლში, არის მიხოს დამსახურება. ის რომ ჩემი სახლი არის, ჩემი ნავსაყუდელი, ქვეყანა რო იქცევდეს გარეთ, აი ვიცი რომ იმ სახლის კარს რომ მივიხურავ, დამთავრებულია ყველაფერი. ყოველთვის ამ ჯვარს ატარებთ? ამ ჯვარზე უთქვამთ, ბევრი რამე ლეგენდები დადის ამ ჯვარზე. ეს არის ეთიოპიური ჯვარი. ძალიან აი ესეთი აი ისინი რო ყიდულობენ ტურისტებია ესეთი ძალიან იოლად ხელმისაწვდომი ჯვარია, უბრალოდ ძალიან საყვარელმა ადამიანმა მაჩუქა და დიაკვნად რომ აკურთხეს ეს ჯვარი მეკეთა და ეს ჯვარი მეკეთია სულ და ზოგი ამბობს რომ ეს არის სატანისტური ჯვარი, იმიტომ რომ თლად ჯვრის გამოსახულება არ აქვს და ზედა მხარე უფრო რო გრძელი აქვს ვიდრე ქვედა მხარე. ზოგმა თქვა რომ ეს ბაჯაღლო ოქრო რო უკიდია ამ ქალს არასწვენიაო, ასე რომ ძალიან მიყვარს ეს პროვოკაციული ჯვარია. აბორტი. მე მჯერა რომ სიცოცხლე არ იწყება მშობიარობის შემდეგ. მე მჯერა რომ ადამიანი უკვე ადამიანია, როდესაც დედის საშოშია. და მასაც აქვს სიცოცხლის უფლება. მე ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აბორტი არ დადგეს. მაგრამ ეს არის დედის გადასაწყვეტი. ჩემთან მოსულან დედები, რომელსაც უთქვამს, რომ საშინელი დიაგნოზი აქვს ბავშვს. რომ ის მზად არ არის, არა მარტო თვითონ არ არის მზად რომ იყოს უნარშეზღუდული ბავშვის დედა, არამედ არ არის მზად რომ მისი უფროსი შვილები შვილებს აჰკიდოს ეს ტვირთი. მესმის ეს ძალიან შორიდან სალაპარაკო ძალიან მარტივია. შორიდან რო ეუბნები რომ არ აუშავს, მე რა ისიც ღმერთის ნაჩუქარია, იმიტომ რომ არ არსებობს შეუზღუდავი უნარები, აღაცებს ელაპარაკები, მაგრამ არის ამ მდგომარეობაში ეს ქალი. ვერაფერს ვერ ეტყვი. იმიტომ რომ ეს თვითონ გადაწყვიტოს, მე იმის ტვირთს ვერ ვზიდავ. მე იმის შვილს ვერ გავზრდი. ამდენად ეს მე შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ
არის ჩემი შესაძლებლობების საზღვარი. მე ვერაფერს ვერ ვეტყვი გაუპატიურებულ ქალს. მე მესმის რომ ბავშვი არაფერ შუაშია. მაგრამ გაუპატიურებულ ქალს ვერასოდეს ვერ ვაიძულებ, ვერც ღმერთის სახელით ვერ დავემუქრები, რომ ის უბედურება, რაც მის ცხოვრებაში მოხდა, მთელი ცხოვრება ატაროს ყველაზე შეიძლება ეს ექცეს ამ უბედურებიდან გამოსulis და გაჯანსაღების გზად, მაგრამ მე ამას ვერ გადავწყვეტ. მე მჯერა რომ აბორტი არის დიდი ბოროტება, დიდი საშინელება, როგორც ბავშვის მიმართ, ისევე დედის მიმართ. მაგრამ ვერავის ვერ გავამართლებ ამ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლის მანტიას თუ მოირგებს. 30 ვერცხლი. ეს 30 ვერცხლი შეიძლება ფულად ერთეული არც იყოს. ეს 30 ვერცხლი შეიძლება საყვარელი საქმე იყოს. საყვარელი ადამიანის ჯანმრთელობა იყოს. არ ვიცი, ბევრი რამე შეიძლება იყოს, რის გამოც სიმხდალეც შეიძლება იყოს. შენი საკუთარი სიმხდალე, რის გამოც შეიძლება ძალიან ძვირფასი ადამიანი გაწირო. სადღეგრძელო. სადღეგრძელო არის ძალიან ლამაზი ტრადიცია ჩვენს კულტურაში. ოღონდაც ეს ტრადიცია შეიძლება ერთ კონტექსტში იყოს გულისამრევი და მეორე კონტექსტში იყოს ის ფანჯარა, სადაც შეგიძლია საყვარელ ადამიანებს, როცა სხვა შემთხვევაში არ ეტყვი რაღაც საყვარელ სიტყვებს, აი ამ დროს უთხრა. მაგრამ მომისმენია სადღეგრძელოები, როდესაც ვფიქრობ, რომ ღმერთო, აი მინდოდა ხომ ეხ კი დიდები არიან ყურებზე როგორ გავაფარებ, აი შვილებისთვის ყურებზე ხილები მიმეფარებინა, რომ ის კოშმარები, რომელიც სადღეგრძელოს ავტორიდან მოდიოდა, ამათ ყურებამდე არ მისულიყო. რომელი სადღეგრძელო გაღიზიანებთ? მანდილოსნების. რატო? ძალიან მაღიზიანებს, იმიტომ რომ ამ სადღეგრძელოს დროს იშიფრება ყველა ის პატრიარქალური სტერეოტიპული ფასეულობები, რომელიცაც შეიძლება ისე მალავდეს ადამიანი, მაგრამ ამ დროს, როდესაც გონიათ კიდევაც, რომ კარგ რამეებს ამბობენ, როდესაც ეუბნებიან ქალებს, რომ თქვენ ხართ ამ სუფრის გამლამაზებლები და სუფრას ალამაზებს რაღაცეები, მაგალითად ლამაზი გადასაფარებელი, რაღაცა მწვადი შამპურით და ასე შემდეგ. და ესეთ ძალიან იოლია წაგიცდეს სიტყვა ქალების სადღეგრძელოს დროს და ზუსტად თქვა, როგორ საგნად აქვს აღქმული პატრიარქალურ კულტურას ქალი. თქვენთვის საქართველოში ცხოვრება ადვილია? მე სხვაგან ცხოვრება ვერ წარმოვიდგენია. მე მახსოვს ის პერიოდი, აი კალავიშვილის ეპოქა რო ქვია. მაშინ ვიყავი ორი პატარა შვილის დედა და ყოველი საღამოს ახალი ამბების მერე კინაღამ ჩემი ქმარი მეუბნებოდა. ამ ქვეყანაში ჩვენ შვილებს მომავალი არ აქვს. მოდი ავიკრათ გუდანაბად და წავიდეთ. მაშინაც არ შემეძლო. რაც უფრო დრო გავიდა, მით უმეტეს ვერ წარმომიდგენია ამ ქვეყნის იქით ცხოვრება. და იმ პერიოდში სერიოზულად დაფიქრდით? არა. ვერ დავფიქრდი. რომანტიკული ადამიანი ხართ? მე მგონი კი. მე მგონი. რომანტიკული ადამიანი ალბათ იმას ნიშნავს, როდესაც ხარ ნაკლებად პრაგმატული, ნაკლებად პრაქტიკული. იოლად შეგიძლია თქვა, არა უშავს. ყველაფერი კარგად იქნება და ესეთი რაღაცების მჯერა. მე მჯერა, რომ ეს სამყარო არ არის აწყობილი 2x2-4-აზე. და ეს ფორმულა შეიძლება კარგად ჩდება ერთ კონკრეტულ მეცნიერებაში, მაგრამ ადამიანურ ურთიერთობებში, ამ სამყაროში ყოველთვის 2x2-4 არ არის. შოპინგი ძალიან მიყვარს და ჩემმა მეგობარმა ისიც მითხრა, რომ შეიძლება შენი სიყვარული შარფების მიმართ ავიყვანოთ ცოდვის რანგშიო. აქვს ძალიან ბევრი შარფი, ძალიან ბევრი და ძალიან გული მწყდება ხოლმე, რომ მხოლოდ ერთი შარფის გაკეთება შეიძლება ერთ ჯერზე. ნარკოტიკი. მე მგონი ეს სამყარო ღირს იმათ, რომ ჯანსაღი თვალით უყურო. არასოდეს გაგისინჯოთ? არა. ევას შეეძლო, რომ სამოთხის ვაშლი არ შეეჭამა? ადამიანსაც შეეძლო, რომ არ შეეჭამა. დაცემის ამბავი არ თავრდება ვაშლის ჩაკვეჩის ამბით. ეს ხო ძალიან მეტაფორული ამბავია ხა ვაშლებზე და ლეღვებზე და ემებზე ხო არა გვაქვს საუბარი, არა? რა კი ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ღმერთმა უთხრა, რომ არსებობს გზა, სადაც შეგეძლიათ ბოროტი და კეთილი განასხვაოთ. ეს გზა ხელმისაწვდომად ძალიან ახლოში
ამას ანგელოზები არ დაუყენა დარაჯად და მათ კეთილნებაზე იყო დამოკიდებული, მივიდოდნენ იქამდე თუ არ მივიდოდნენ. მივიდნენ იქამდე. გასინჯეს და გაიგეს რა იყო სწორი და რა იყო არასწორი. აი ამის მერე რა გადაწყვეტილებებიც მიიღოს. მე მგონი შეცდომა აი ეს იყო. არც ერთმა არ თქვა რომ შენ ჯერ არ უნდა გვეჭამა და მგონი ცოტა ადრე მოგვივიდა ხილზე გადასვლა. არა, ყველამ თქვა რომ მე კი არა, აი ეს. და მე კი არა აი ეს. და მე კი არა აი ეს. და აი აქ გაირკვა რომ მხარეს ადგას ადამიანი. არა მაშინ, როდესაც მოკვიჩა და რა ქვია შეჭამა ის რაც აკრძალული ჰქონდა, არამედ როცა გაარკვია რა იყო კარგი და ცუდი. მაშინ გაძრომაზე წავიდა და არა იმაზე რომ აი აქ ვარ. ეკლესიის კარი ვისთვის შეიძლება იყოს დაკეტილი? ეკლესიის კარი ადამიანებს არ ეკუთვნით და არც ადამიანებს აქვთ უფლება მისი გაღებ დაკვეთვისა. და ღმერთი ვის მიიღებს, ვის არ მიიღებს, ამას ჩვენ ვერასოდეს ვერ განსაზღვრავთ. ცხოვრების მთავარი ნება. სიყვარული. პოლიტიკაში წასვლას გიფიქრიათ? მე მგონია რომ ვარ პოლიტიკაში. პოლიტიკა ნიშნავს რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შენ სათქმელს ამბობ. და თუ გულისხმობთ ვიწრო პარტიულ მოღვაწეობას, ამაზე არც მიფიქრია და დარწმუნებული ვარ რომ არც არასოდეს ვიფიქრე. სულიერი სიშიშვლე. წიგნში ეწერა ცოლქმრულ ურთიერთობაზე, რომ ყველაზე უფრო ახლო ურთიერთობა მაშინ არის ცოლ-ქმარს შორის, როდესაც შეუძლიათ ერთად ილოცონ და ისეთი ლოცვით კი არა, ესე რა კარგია, კარგი დღე გქონდა, მადლობა, ღმერთო, ან საჭმელი გვინდა, ან ჩემი შვილი ის უნივერსიტეტში მოხვდეს. არა, აი როცა მართალ ნამდვილ საუბარზე რო ალაპარაკი ხო ღმერთთან. აი როცა მართლა შიშულდები და როცა უნდა უთხრა ღმერთს რომ აი ამის მეშინი ამა ეს შემეშალა ეს აი ისეთ რამეები რო უნდა აღიარო, რაც რისი ხმამაღლა თქმაც რომ გიჭირს. ეს ვერასოდეს ვერ მოვახერხე. არ გილოციათ მეუღლესთან ერთად? აი ამ ასეთი ლოცვით არა. დეპრესიაში ყოფილიყართ? კი. და როგორ გამოგიყვანეთ საკუთარი თავი? საკუთარი თავი რომ ვერ გამოვიყვანე და თან არც მინდოდა რომ სასულიერო პირის დეპრესიულობა ვინმეს გაეგო. წავედით ჩემს მეგობართან, რომელიც არის ფსიქოლოგი. დიდი ხნის წინ იყო? 1 წლის წინ. და დიდ ხანს გასტანა? რაღაც პერიოდი გასტანა. თქვენ ცხოვრებაში რამე შეცვლიდით? მე არ ამგონია რომ მე ხა ისეთი ჭკვიანი ტიპი ვარ რომ შემეძლოს ჩემი ცხოვრება ესე ზევიდან დავხედო და ესე გადავაწყო ეს უფრო უკეთესი იქნებოდა რომ ამას რამე უფრო უკეთეს კომბინაციებს მოვიფიქრებდი. ყველა ის რა გზაც გამოვიარე, რაც კარგად გამომივიდა, რაც შემეშალა, ყველაფერი იმან მაქცია იმათ ვინცა ვარ. და ძალიან მე ძვირფასება ვინცა ვარ, ასე რომ მე მგონი რომ არ შევცვლიდი არაფერს. განსხვავებული ორიენტაცია. ყველას განსხვავებული ორიენტაცია გვაქვს. თუ რაოდენობებზეა ლაპარაკი, ვინ მეტია და ვინ ნაკლებია, შეიძლება იმათთვის ჩვენ არ ვართ განსხვავებულები, ჩვენთვის ისინი არიან განსხვავებულები. ეს არის ის მოცემულობა, რაც გვაქვს. და თუ კი გჯერა რომ ყველაფერი ღმერთის ხელით არის შექმნილი, ყველაფერში ღმერთის ხელი ურევია, ჯერა რომ ყველაფერში ღმერთის ხელი ურევია. ახსენეთ რომ ათეისტი მეგობარი გყავთ. როდესმე რელიგიის გამო გქონდათ კამათი? არა. ბევრი მეგობარი მყავს ათეისტი. კამათი მაგალითად ერთ-ერთი ჩემს მეგობარს ძალიან ეხალისება ხოლმე ესეთი რა ქვია რელიგიური ანეკდოტების გამოგზავნა ან რაღაც კარიკატურების იმისგან რომ წერილი მომდის და რო აწერია რომ ატაჩმენტი აქვს, ვიცი რომ რაღაცა უბედურებას მეგზავნის. ამით ის გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ჩემი რწმენის მიმართ, მაგრამ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ვგულობთ ერთმანეთს როგორებიც ვართ. რელიგიური შეხედულების გამო ადამიანი დაიკარგავთ? კი, დამიკარგავს. ბევრჯერ? ცოტაჯერ არა. უმეტეს შემთხვევაში ეს არიან ის ადამიანები, რომელსაც გონიათ რომ მე ვარ დაღუპვის გზაზე და იმიტომ გამემიჯნენ რომ ამით დამსაჯონ. ან მაგრძნობინონ რა საშინელებაში ვარ. და ესეც შეიძლება სიყვარულის რაღაცა ფორმა იყოს, მაგრამ მტკივნია. ტყუილი გითქვამთ? ხანდახან ვიწევს ხოლმე ტყუილის თქმა. თქვენი საიდუმლო ვინმეს გაუთქვამს? ბავშვობაში ჩემს მეგობარს გაუმხილე ვინ მიყვარდა, ის გაიქცა და იმას უთხრა.
მე მივხვდი, რომ ეგეთი რაღაცების თქმა ყველასთან არ შეიძლება. შეგწვათ? ძალიან შემოწყვეტ. გაუბრაზდეთ თქვენს მეგობარს. ძალიან გულწრფელია თქვენი პასუხები. არის თემა, რაც უხერხულობას გქონდეთ? არის ისეთი კითხვები, რომელიც ჩემგან მოითხოვს პოლიტკორექტულობას. ესეთი კითხვები ძალიან დიდ უხერხულობებს მიქმნის. არ მიდიხართ ხოლმე პოლიტიკურ გადაცემებში? მივდივარ ხოლმე, კი, ხანდახან მივდივარ. თულია ხოლმე, ასეთ შენ თავზე საუბრის დროს. დღეს იყო რამე სერთობი? რომელიმე კითხვა უხერხულობაში შეგიძლია? რამდენიმე უხერხული. რომელ კითხვას გამოუჩვენთ? ძალიან დიდი მადლობა. თქვენ მადლობა. დიდი მადლობა, რომ ძალიან უხერხულობთ.